ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით მერე გვექნება თქვენ მეთაურებთან ერთად გარჩევა ჯერჯერობით მე ვთვლი რომ ყველაფერი იყო ხუთიანს ყველაზე მთავარი დაიმახსოვრეთ ეს არის მხოლოდ სწავლება რეალურად როცა მართლა მოგიწევთ ამის გაკეთება ცოტა უფრო რთული იქნება ერთად ვიქნები და მე მიხარია რომ ესეთ ხალხთან მომიწევს წასვლა ხარ შეერაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურები და ღირსეულად ატარებთ თქვენ ფორმას ეს არის მთავარი თქვენ ხართ კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო შვილები რუსული ჯარის მიერ მიტოვებულ და გაპარტახებულ სამხედრო ბაზას საქართველოს სამხედრო უწყება დღეს ეგრეთ წოდებულ შუთინგ ჰაუსად იყენებს. ჯარების სხვადასხვა სახეობის დანაყოფები აქ ქალაქის ოპერაციებში ვარჯიშობენ. ასრულებენ მსოფლიოს სამხედრო გამოცდილებაში არსებულ ყველაზე რთულ ამოცანებს. მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდის გარღვევას, ქუჩის ბრძოლებს, შენობების აღებას. საქართველოს უახლეს ისტორიაში სამხედრო შენაერთებმა ქალაქის ბრძოლების პრაქტიკა სამწუხაროდ რუსთაველის გამზირზე მიიღეს. ეს იყო ბრძოლა, რომლის სამხედრო ჭრილში ანალიზი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. შემდეგ იყო ბრძოლა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, სადაც ქართულმა შენაერთებმა ბევრი წარმატებული თუ წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. ამ ბრძოლების ანალიზით დღეს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ჯგუფია დაკავებული. დასრულებული ანალიზი შეიძლება ითქვას, ჩვენ რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი გავაანალიზეთ, თუ რა ხდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით შეერაღებული ძალებში არის ის ახალი თაობა, რომელსაც ბევრს არ ქონია ამის საშუალება, რომ თვითონ უშუალოდ მიეღო მონაწილეობა, მაგრამ არის დარჩენილი შემოგვიყვება, რომელსაც ჰქონდათ უშუალოდ მონაწილეობა მიღებული. მათი შეიძლება ითქვას გამოცდილებას დაემატა ან დოკუმენტური მასალის რაღაცა ეპიზოდები და მთლიანობაში ახლა ამჟამად მიმდინარეობს დამუშავება იმ ელემენტების თუ რა იყო იქ და რა საკითხები დაუშვათ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფართო მასშტაბიანი წვრთნები ძირითადად ორფოლოს პოლიგონზე ტარდება, სადაც ბრიგადები, ცალკეული ბატალიონები და ჯარის სხვადასხვა სახეობის ქვედანაყოფები ურთიერთ კოორდინირებულ მოქმედებებს სწავლობენ.
ლოკალური ოპერაციებისთვის, კონკრეტულად კი ქალაქის ბრძოლებისთვის, ჯარი იყენებს მიტოვებულ სამხედრო ბაზებს, სადაც შესაძლებელია საბრძოლო ვაზნებით ოპერაციების ჩატარება. ქალაქის ბრძოლების ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. იმ დროისათვის ყველაზე ფართომასშტაბიანი ტროას ომი, რომელიც 10 წელიწადს გაგრძელდა, სწორედ ქალაქის ბრძოლებით დასრულდა. დანაელთან ნაჩუქარ ცხენში შემალული რჩეული მხედრობა სამხედრო თვალსაზრისით სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი იყო, რომელიც პირველ ზღუდეზე გავიდა და ლაშქარს ბრძოლით გაუხსნა გზა. მაშინ გაჩნდა ასეთი გამოთქმა: გეშინოდეთ დანაელთა ცხენის. საუკუნეების შემდეგ, როცა ლოცად ხორცნი ბალისტა და ფილაკავანი თანამედროვე ცეცხლსასროლმა იარაღმა შეცვალა და შესაბამისად შეიცვალა ბრძოლის ხელოვნებაც და ტაქტიკაც, ვიეტნამში ნაომარმა ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ოფიცერმა უბის სიგნალში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: გეშინოდეთ ქალაქის ბრძოლების. ქალაქის პირობებში ბრძოლა ეს არის ყველაზე რთული რამ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბრძოლის დროს ძალიან ძნელი არის გასარჩევად თუ ვისებრი რეგულარულ ქვედანაყოფს თუ სამოქალაქო მოსახლეობას, ვინაიდან ქალაქის პირობებში ეს ერთი მეორე არის ერთმანეთთან არეული. ძალიან ძნელი არის ასევე იმ ბრძოლის წესების დაცვა, რომ სამოქალაქოებს ცეცხლი არ გაუხსნათ და როგორ მოიცეთ და რანაირად მოიცეთ. თვითონ შენობის წმენდის დროს საკმაოდ მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა იარაღით მიდის მუშაობა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს ორი სამხედრო ბლოკი დაუპირისპირდა, მათმა ქვეყნების სამხედრო სტრატეგებმა მთავარი აქცენტი გაშლილ ველზე ფართომასშტაბიანი ბრძოლების წარმოებაზე გააკეთეს, რაც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინაშიც აისახა. არტილერიის, ავიაციის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ძალების მონაწილეობა აუცილებელი გახდა თითქმის ყველა სამხედრო სწავლებაში. თუმცა ვიეტნამის ომმა ყველას დაანახა, რომ სწორედ ლოკალური ქალაქის ბრძოლებია გადამწყვეტი და მხოლოდ ასეთ ბრძოლებში გაწვრთნილ ქვედანაყოფებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ვიეტნამშიც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი რამ ანახა ამერიკელებს, მაგრამ დასასაქმოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სერიოზულ ანალიზს უკეთებდა ნებისმიერ ესეთ სახის ოპერაციებს და კოსოვოშიც იყო თავისთავად ცხადია ესეთ სახის ოპერაციები, მაგრამ ყველაზე დიდი გამოხმაურება სამხედრო ხელოვნების დახვეწის მიზნით, ქალაქის ბრძოლის სამხედრო ხელოვნების დახვეწის მიზნით მაინც პოვა ალბათ ოპერაციამ გროზნოში. გროზნოს ოპერაცია შეიძლება ითქვას ერთ-ერთი კარგი ჭკურის სასწავლებელი გაკვეთილი არის ესეთი სახის ოპერაციებისათვის. პირველი გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ძალა იყო, შეიარაღებითაც საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული, რამდენიმეჯერ დამარცხდნენ ქალაქის პირობებში გროზნოში. რუსეთის ფედერაციის ჯარებმა ქალაქ გროზნოს აღება კლასიკური მეთოდით სცადეს. ქალაქის საარტილერიო ცეცხლი და ავიაციი დაამუშავეს და შემდეგ შეუშვეს ქვეითი ჯარი. თუმცა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ ქალაქის პირობებში როგორ ებრძოლათ. მათ არ გააჩნდათ ქალაქის სწორი გეგმა და არ ჰქონდათ საკანალიზაციო და საკომუნიკაციო გზების გეგმები. ვერ ფლობდნენ სიტუაციას.
კავშირგაბმულობას არ ჰქონდათ იმ დონეზე აწყობილი, რომ გაეკონტროლებინათ ყველა უბანი და ქუჩა. ჩეჩნებისთვის კი ყოველი ქუჩა და ყოველი სახლი თავდაცვითი ზღუდე იყო. შეხებოდა რუსულ მხარეს გროზნის ოპერაციის დროს მაგ არ ქონდათ გაიგებებული თქვათ ერთი ქუჩის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინათ ან ერთი რაიონის მერე რა უნდა გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა იცოდნენ მათ რომ დაემარცხებინათ და აეღოთ ქალაქი გროზნი, მაგრამ ცალ-ცალკე აღებული მათ არ ქონდათ ეს პატარ-პატარა გეგმები და მეთაურებს, დაბალი რგოლის მეთაურებს ნამდვილად არ ქონდათ შესაბამისი ინსტრუქციები, რათა მათ ეწარმოებინათ ბრძოლას. საბოლოო ჯამში ყოველივე ამამ იმოქმედა მათზე საკმაოდ ცუდად და მათ ვერ შეძლეს ქალაქის აღება იმ დონეზე, რასაც ჰქვიოდა მართლაც გამარჯვების მიღწევა, ხოლო ჩეხეთმა მხარემ საკმაოდ კარგად შეძლო ქალაქის დაცვა. გროზნოს ბრძოლები ბევრმა ქვეყანამ გააანალიზა. რის შემდეგაც სამხედრო სტრატეგებმა შეიმუშავეს სწორედ ის ტაქტიკა, ის პროცედურები და ტექნიკის სახეობები, რაც აუცილებელია ქალაქის ბრძოლებში გამარჯვების მისაღწევად. ქართულ არმიაში ჩეჩნური გამოცდილებაც არის გათვალისწინებული. განსაკუთრებით კი ქალაქში ბრძოლის წარმოების პრაქტიკის მხრივ. დიდ მნიშვნელობას იძენს შენობებში შესვლის წყობა და მოქმედების ტაქტიკა. მსგავსი გამოცდილება ქართველმა მებრძოლებმა სოხუმსა და გაგრაშიც მიიღეს. ამიტომ წვრთნა და დახელოვნება ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. რაც არ უნდა ძლიერი ჯარი ყავდეს და უშუალოდ ძლიერი ტექნიკა და გაწვრთნილი ჯარისკაცი თუ არ იქნება ამის მართვა ყველაფრის შეუძლებელია ეს გამოიყენოს სწორად მიმართვა და ეს შეიძლება შეგიბრუნდეს, მოგიბრუნდეს და საკუთარი დანაკარგების ბრალი თვითონ იყო. აქედან გამომდინარე ეს იყო იქ ეს ხდებოდა იქაც. კი ყავდა ძლიერი ჯარის ყავდა შეიძლება ტექნიკაც ჰქონდა, მაგრამ არ იყო მართვა ამის ყველაფრის. ეს იყო პირველ რიგში იგივე ქალაქებში, სოფლებში, მნიშვნელობა მთებში სადაც არ იყო, სადაც არ უნდა თქვა, სადაც არ იყო ეს შეტაკებები. კონკრეტული რამე მე არ მაქვს რამე გაიგოს, ეს ყველა მიცით 1000 ითქვა და ნათქვამია მაგალითად. ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ყველამ ვიცით და ყველას ერთი მიზანი გვაქვს, ის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ამიტომაც ხდება ყველანაირი მომზადება ჩვენთვის და რა თქმა უნდა იმედი მაქვს, მე ჩემი ასეულს და მთელი პირად შემადგენლობა ძალიან დიდი ენთუზიაზმით ნებისმიერ დროს როცა იქნება გადაწყვეტება საქართველოს გადაწყვეტება სამშობლოს ამ ოპერაციებს შევასრულებთ მარტო სწავლებისთვის არ ვარ ჩვენ აქ. და ასე რომ ყველას იმედი გქონდეს, რომ იმ როცა დადგება ის წუთი, ყველა გავაკეთებთ ჩვენ გასაკეთებაც. ქართულ არმიაში პირადი შემადგენლობის მომზადება ქალაქის პირობებში ბრძოლისთვის 2001 წელს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამასთან ერთად დაიწყო. ქართულ-ამერიკული პროგრამა ითვალისწინებდა ტაქტიკური ელემენტების შესწავლას. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ქალაქში ბრძოლების გამოცდილების შეძენა იყო. გამოდიოთ სოლიდაცი! განაყოფების შემდეგ ერაყში მიემგზავრებოდნენ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, გამომდინარე იმ ამოცანებიდან და იმ მისიებიდან, რაც მათზე იყო დაკისრებული, ქალაქში ბრძოლის სწავლების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში.
ეს რა თქმა უნდა გამომდინარე იყო იქიდან რომ ერაყის ოპერაცია იყო წინ და პლუს უნდა გვაუწყდეს ალბათ ის ფაქტიც რომ თვითონ ამერიკელებმა საკმაოდ სერიოზული ყურადღების მიცემა დაიწყეს დოქტრინებში შეიტანეს ქალაქის ოპერაციები და იყო პრინციპში ესეთი გადაწყვეტილება მიღებული რომ ვიეტნამის შემდეგ მათ უფრო და უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს ეს სახის ბრძოლებს. პირად შემადგენლობას აქვს უნდა დააჭრვა გავლილი ჩემასეულს და აქ თამაში მიღებული პროფესიონალიზმი და დონე ეს და აღმოვებდა ჩვენ გვინდა რომ გავაღრმავოთ ისევ ჯარისკაცების ეს ცოდნა. ხალხმა იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს ქალაქში ბრძოლების დროს. რა თქმა უნდა, უფრო რთულია ტექნიკასთან ერთად. კომბინირებული მოქმედება, მაგრამ უფრო ადვილია პირად შემადგენლობისთვის, იმიტომ რომ ხარს უჭერს ტექნიკა და ამიტომ ძალიან კარგია. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებულმა ბატალიონებმა საბრძოლო პრაქტიკა ერაყში გაიარეს. პარალელურად, თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ბატალიონების გაძლიერებული მომზადება ქალაქის ოპერაციებისთვის, რაც გულისხმობს როგორც პრაქტიკულ, ისე ფსიქოლოგიურ მომზადებას. ასეთი სახის ბრძოლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ფსიქოლოგიურ დატვირთვას. წარმოგიდგენთ, შედიხართ ქუჩაზე, ქუჩიდან უკვე შევიგიწევთ გადაადგილება სახლში და სახლიდან უკვე გიწევთ გადაადგილება ვთქვათ ოთახებში. ეს არის ჩაკეტილი ზონა და ჩაკეტილი არეა, როდესაც მხედველობა არის ძალიან შეზღუდული, ერთი ოთახიდან გადიხარ მეორეში და აქ არის ყველაზე მთავარი არ დაუშვა შეცდომა. ანუ გულისხმობ იმას, რომ შემთხვევით არ გადააყარო ისევ შენიას, რომ არ მოხდეს შენს მიერ მისი დაზიანება, ასევე შეცდომით ან უნებლიეთ არ მოგიწევს თქვათ იგივე სამოქალაქოს ქალი იქნება თუ ბავშვი მისი შემთხვევითი მოკლა და მესამე ყველაზე მთავარი გააკეთოს ზუსტი გასვლა სწორედ იმ მიმართულებით, საიდანაც არის საფრთხე. გოდაში ჩატარებულ სწავლებაში მონაწილეობას იღებდა ჯავშან ტექნიკა, საჰაერო დესანტი და ქვეითები, ძირითადი დამთხმელი ძალა. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა შენაერთის კომბინირებულ მოქმედებას, შეტევის სისწრაფეს, მოულოდნელობის ეფექტის მოხდენას და დამაბნეველი მანევრის ზუსტად შესრულებას, რაც დამოკიდებულია სწორ და გააზრებულ მართვაზე. ჩემზეა დამოკიდებული უკვე ჩემს ცოდნაზე, ეგ შევარჩიო მარშრუტი, შევარჩიო შესვლის წყობა, ფორმა, ტექნიკა როგორ გამოიყენოს შეთანხმებულად დესანტთან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყოველი ნიუანსი წვრილმანი არ უნდა დარჩეს არც ერთი ისეთი დაუშვათ საკითხი, რომელზეც კითხვა არ ქონდეს, დასმულიან განხილული არ იყოს, რომ შემდგომ მოხდეს შეტრიალება ესეთნაირად დაუშვათ იმ კაი დაგეგმილი ძლიერი ოპერაციის, რომელიც დაუშვათ წუთის მერე ფასს დაკარგავს, იმიტომ რომ ვითარება შეიცვალა. გოდაში ჩატარებული წვრთნები ქართული დანაყოფებისთვის ერთგვარ სიახლესაც წარმოადგენდა. ეს სწავლება საბრძოლო პირობებთან დაახლოების თვალსაზრისით სრული 100% დაიგეგმა. ყველა ჭურვი და ტყვია საბრძოლო იყო. ამასთან, პირველად მოხერხდა ისიც, რომ შენობაში დანაყოფების შესვლის პარალელურად სართულებს ცეცხლით ამუშავებდა ჯავშან ტექნიკა. დანაყოფების მართვა ღრმა ზურგიდან ხდებოდა. რაც ასევე სიახლეს წარმოადგენდა მსგავსი სახის წვრთნებისთვის.
არის პატარა მონაკვეთი, როდესაც დესანტს უწევს ჩამოსვლა და უდგება BMP-ს უკან. შემდეგ მიდის უკვე ფეხით გადაადგილება. ყველაზე ძნელი არის ქალაქში ბრძოლები, იმიტომ რომ ის ძალიან ახლო სიტუაციაში გიწევს მოწინააღმდეგესთან შესვლა. გამოყენებული იყო ტექნიკა პირად შემადგენლობასთან ერთად, ეს არის კომბინირებული შესვლა ქალაქში. არის ძალიან კაი საშუალება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ტექნიკით ჩვენ შეგვიძლია პირად შემადგენლობა უფრო ახლოს მივიყვანოთ დასახლებულ პუნქტთან. მოწინააღმდეგე დაფარულია, ვერ აღმოაჩენოთ, ეს ძნელია და რასთან და ძლიერი შეარაღება ყავდეს, რაც არ უნდა გაწვრთნილი ჯარისკაცი ყავდეს, შეუძლებელია იქ, ესე ვთქვათ, დანაკარგების გარეშე იმოქმედო. BMP, ასე ვთქვათ, ხარდაჭერას უკეთებს ცეცხლით და ამასობაში ჯგუფი მუშაობს. იღებს პირველ შენობას იწევს გაწმენდას, როგორც კი შევლენ პირველ შენობაზე. სროლის გადააქვს მეორე სართულზე. პირველი სართულის გაწმენდა იწყება, პირველ შესვლისთანავე იხსნება ლიმონკა. აი ყველა კუთხესთან მეოდე მოწინააღმდეგის შესვლას იგივე მდგომარეობაში არის, შესულია ოთახში ზის, იქ შენ შესასვლელი ხარ და იმას უფრო მეტი უპირატესობა უკავია ვიდრე შენ, როცა დასახლებულ პუნქტში ან თვითონ შენობაში შედიხარ, მაგრამ იქ არსებობს ნიუანსები, როცა მისი უპირატესობა შენ უნდა გამოიყენო და ის უნდა შეხვიდე. თვითონ ეს უნები ეს მეცადინობები მთელი ეს რაც ახლა ძალიან კარგი არის, ძალიან კარგია უნები ხარებაში გასარკვევა და უშუალოდ გასთან გვაქვს აქ რაში რასთან გვაქვს შეხედა. თვითონ ეს ლევანდელობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საქართველოში გვაქვს. მოგიწევთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უпростоრეთ, მოგვიწევს ერთად. ჩვენ ყავს ზუსტად ის მეთაურები, როგორც უნდა ყავდეს. არ არის ესენი ის ხალხი, რომლებიც სადღაც ჩირგვებში ჩაჯდება, ჩვენ გაგიშვათ ტყვიაზე და თვითონ იქნებიან დამალულები. ერთად ვიქნებით. და მე მიხარია, რომ აი ესეთ ხალხთან მომიწევს წასვლა. ერთი რაღაცა და ყველაზე მთავარი დაიმასორო. არ არსებობს იმაზე უფრო ღირსეული ამოცანის შესრულება, რაც თქვენ დაგეკისრებათ.
და არ არსებობს არანაირი პროფესია, არავინ არ მიწყინოს მე, რომელიც იყოს თქვენზე ღირსეული. თქვენ ხართ კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ. ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო შვილები. და ამაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს არავის.